Super TV ტაბულა სიგნალს მომსახურების პაკეტში ჩასვამს, რაზეც კომპანია ამ დრომდე უარს ამბობდა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია ტაბულა სარჩელი საკაბელო კომპანია Super TV-ს წინააღმდეგ. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტაბულას მოთხოვნა ერთხმად დააკმაყოფილა, თუმცა საკაბელო კომპანიას სანქციები არ დაუწესა, რაც ტაბულას მეორე მოთხოვნა იყო. Ტელეკომპანია ტაბულამ საჩივარი შეიტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეპასეს Super TV-ს წინააღმდეგ, იმის გამო რომ მათ არ განახორციელეს ჩვენი სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა. მათი დასახელვი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი მიერ მიწოდებული ტექნიკური საშუალებები, რომლებიც საჭიროა ტაბულას სიგნალის მოსახსნელად და რომლის ტექნიკური პარამეტრებიც დადგენილი არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, არ შეესაბამებოდა მათი მტკიცებით ამ ტექნიკურ პარამეტრებს და ამის გამო უარს გვეუბნებოდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნის შესრულებაზე. ფაქტია, რომ მიზეზი არ იყო არც იურიდიული, არც ტექნიკური, იმიტომ რომ ამაზე მეტყველებს კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებას, კომისიამ ერთხმად სამივე წევრმა დააკმაყოფილა ნაწილობრივ ჩვენი სარჩელი. ჩვენი ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა იყო ასევე სანქციების დაკისრება Super TV-ზე, თუმცა კომისიამ ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მათ დაავალა მიწოდებული ტექნიკური საშუალებებით ტაბულას ტრანზიტი.